მოგესალმებით ბიზნეს ინსაიდერი ტრადიციულად 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ რადიო სივრცის ეთერში საუბრობთ ეკონომიკის ბიზნესის აქტუალურ საკითხებზე, რა თქმა უნდა, სტუმართან ერთად პირობითად მეორე ნაწილში შესავალის შემდგომ, მონოლოგის შემდგომ აუცილებლად ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, როგორც წესი, ყოველთვის აქტუალური და კარგი სტუმრები ყავს, რომლებიც კვალიფიცურად მიმოიხილა ხოლმე მიმდინარე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის აქტუალურ საკითხზე, თუმცა მანამდე რამოდენიმე საკითხი პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო, რაოდენობა არ მახსოვს, სიმართლე გითხრათ, მაგრამ ალბათ ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ევროპარლამენტმა ალბათ ეგ სტატისტიკა უნდა ვნახო. ევროპარლამენტმა ალბათ მიიღო სარეკორდო რაოდენობის რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში, ვიდრე რომელიმე ქვეყანასთან მიმართებაში მიუღია, ანუ ერთხელ ახსენა თუ არ მეშლება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მაშინ არ იყო ბატონი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომ ჩალის ფასი აქვს, მე მგონი ჩალა უფრო ზვირია, ვიდრე აი ასე უამრავჯერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო, უბრალოდ აი ძალიან კარგად მინდა განვარტო მოსახლეობისთვის, რას ნიშნავს ევროპარლამენტის რეზოლუცია და რატომ არ არის ის რაიმე იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მყისიერად რამეში ითარგმნოს. ანუ მყისიერად რაღაცა იურიდიული ვალდებულება მაგალითად დაეკისროს საქართველოს. ევროპარლამენტის რეზოლუცია თავისი არსით არის მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი. მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი ევროპარლამენტის, რომელიც ვიღაცები ამბობენ, რომ სარეკომენდაციო, არც არის ეს სარეკომენდაციო, ეს არის პოლიტიკური მიმართვა ევროკავშირის სტრუქტურებისადმი, რომელი მიმართვაც არის უამრავი. რეზოლუციური ნაწილი სხვადასხვა საკითხებზე არის უამრავი და ეს არის უამრავთაგან ერთ-ერთი, რომელიც როგორც წესი დებატების დროს მასში მონაწილეობს რეალურად მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი. მე პირადად ჩემს სიტყვებზე ვაგებ სრულად პასუხს, მე მინახავს ევროპარლამენტში პირადად მინახავს ლოჟიდან სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში როდესაც ვიყავი, როგორ ხდება სარეზოლუციო ნაწილზე დებატები, როგორ ხდება კენჭისყრის პროცესი. ეს არის რამოდენიმე ადამიანის, რომლებიც საქართველოსთან აქვთ მიღებული უპირატეს შემთხვევაში იმ წყაროებიდან ინფორმაცია, რომლებიც შემდგომ პირველი რეზოლუცია არ არის ხოლმე დამტკიცებული და პირველი წერენ ხოლმე ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით. სრულიად სუბიექტური დოკუმენტის, ასე ვთქვათ, დაამტკიცება თუ მიღება თუ როგორც ქვია, აი მაგალითისთვის ისეთი ტიპის აბსურდული საკითხია მოხვედრილი. აღარაფერს ვამბობთ ახლა სხვა თემებზე, მაგრამ აი ოღონდ რიგით მე რაღაცა თემათ არის, დღეს აი რადგან ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ, უამრავი რამე შემიძლია ვთქვა რეზოლუციას, მაგრამ რადგან ეკონომიკაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად მინდა ეს აღვნიშნო, აი ამ დოკუმენტის, ასე ვთქვათ, აბსურდულობა. დოკუმენტში სადღაც, აი ხო არის რაღაც დოკუმენტი, მანამდე არის რაღაც LGBT პროპაგანდა, აი რაღაც ეს მთელი ამბები და LGBT პროპაგანდა უფრო ისეთია, რა ქვია, პრიორიტეტული საკითხი აქვს. სადღაც არის მოხვედრილი საქართველოს შესახებ, ხო არის რაღაც პერსონალურ სანქციებზე ლაპარაკი, ანუ როგორც ყოველთვის იყო, მაგრამ ახალი არაფერი ამ ნაწილში. ისე როგორც ახალი არაფერი, მაგრამ სადღაც არის მოხვედრილი ორი საკითხი. სექტორული სანქციები ან წერი ერთ-ერთიო, ან SWIFT. ანუ ან სექტორული სანქციები უნდა დაწესდეს ევროკავშირის მიერ, ან SWIFT. დავიწყოთ პირველი, რაც მინდა ვთქვა. როდესაც ლაპარაკია ხოლმე, რომ ეს ოპოზიცია, ვინც არის, რომ ქართველ ხალხს კი არ ებრძვის, არამედ რაღაც პოლიტიკურ გაერთიანება ქართულ ოცნებას ებრძვის. ეკონომიკაში რომ სექტორულ სანქციებს ითხოვ. ეს ქართულ ხალხთან ბრძოლა არ არის? აი მაგალითად სამშენებლო სექტორს რომ დაედოს სანქციები, რომელსაც ამას ითხოვ საქართველოსთან ევროპარლამენტარების პირით. ეს არ არის ქართულ ხალხთან ბრძოლა? ეს არ არის ქართული ხალხის კეთილდღეობაზე, ასე ვთქვათ, უარის თქმა?
ეს არის მხოლოდ ერთ ჯგუფზე უარის თქვა თუ ერთ ჯგუფს ესეწოლა და Swift. Swift-დან გაითიშოს საქართველო. აი ძალიან მარტივად ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ეკონომიკასთან შეიძლება შემხებლობა არ ჰქონდეთ. Google-ის საშუალებით ChatGPT-ც კი არ გვინდა, კიდევ უფრო მარტივად, თუმცა არც იქ არის არაფერი სირთულე და პრინციპში დაინტეგრებულია ბევრი ნაწილი ხელოვნური ინტელექტი მათ შორის. ვნახოთ ბოლო პერიოდის განმავლობაში რომელი ქვეყნები გათიშეს Swift-დან და რა მიზეზით. აი ვნახოთ აი სტატისტიკა ხო გვაინტერესებს და მარტივად ჩვენ თვითონ გამოვიტანოთ დასკვნა რა დონის აბსურდია საქართველოს Swift-დან გათიშვა. რეალურად ეს ჩანაწერი რომელიც რიგით მე რაღაცეა, კიდევ ერთხელ LGBT პროპაგანდა უფრო პრიორიტეტული ნაწილია. რიგით მე რაღაცეა, აი აქ სადღაც მოხვედრილი ეს საკითხი არის უკიდურესად აბსურდული და 3-4 ლუზერი ეკონომისტის წარსულში რომ რაღაცა ძველი დიდების ნაშთით ტკბებიან და ვერ უგუებიან ახალ რეალობას, ზოგ საპენსიო ასაკი უწევს, ზოგი ეხლა აპირებს თავის დამკვიდრებას, ეს ორი კატეგორიაა. ზოგს ესეთი შუა ასაკის კრიზისი აქვს და ასე შემდეგ. აი ამ ადამიანებისთვის არის ერთი დღე Facebook-ში, იმიტომ რომ სხვა სოციალურ ქსელშიც ვერ გამოირჩევენ აქტიურად, აბა Twitter-ში დაწერონ მოკლე პოსტი. ვერა, ვრცლად უნდა დაწერონ, იმიტომ რომ რაც უფრო სისულელეა, უფრო ვრცლად იწერება, მოკლე და კონკრეტულს ვერ წერენ. ვერასოდეს აი ამ ადამიანებისთვის არის ძირითადად ეს ნაწილი განკუთვნილი. ასე რომ ახლა რა დღენახევრიანი კამპანიაც იქნება საქართველოსთან Swift-ის გათიშვაზე, სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ არის ღრმად აბსურდი. არც კი ჩათვლიან ამ საკითხს სერიოზულად, ან ოდნავ სერიოზულად განხილვის ღირსად ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები. გამორიცხულია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა ლაპარაკია საქართველოს საბანკო სისტემის Swift-დან გათიშვაზე. უნდა ჩავხედოთ საქართველოს საბანკო სისტემაში როგორია დასავლური კაპიტალის მონაწილეობა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორი ქართული კომერციული ბანკი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული საბანკო სექტორი განსაკუთრებულად მაღალი რეპუტაციული მაჩვენებლით გამოირჩევა საერთაშორისო პარტნიორებში. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოს საბანკო სისტემა არის უკიდურესად პოზიტიურად შეფასებული. ჩვენ ნახეთ არა ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს და ძირითად შემთხვევაში აქ ვსაუბრობთ ხოლმე ეგრეთ წოდებულ დიდ 4-ეულზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდზე, მსოფლიო ბანკზე, EBRD-ზე, აზიის განვითარების ბანკზე, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა ვლაპარაკობთ საბანკო სისტემაზე და რა თქმა უნდა, როცა ვლაპარაკობთ მაგალითად ეროვნულ ბანკზე, ბუნებრივად საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის, ნომერ პირველი, ვისაც ვუსმენთ, ვისაც გვესმის, ვისაც ვესაუბრებით და ხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის მიმართ საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ სექტორული სანქციები, რა თქმა უნდა, მშენებლობა აუნიშნავია, იგივე წარმატებით შეგვიძლია ვიგულისხმოთ საბანკო სექტორთან მიმართებაში, რაც ასევე უბრალოდ მტრობა, როცა ამას გაივლებ თავში, დაწერ კი არა, რომ გაივლებ თავში, რომ შეიძლება საბანკო სექტორს რაღაცა სანქციები მოითხოვო საბანკო სექტორთან დაკავშირებით, ეს ჩვეულებრივი, მარტივი მავნებლობა. შეგვიძლია პირდაპირ დავარქოთ ამ ყველაფერს სახელი. აი ამ ნაწილში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასება არის უკიდურესად პოზიტიური. ბოლოს გავიხსენებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ბრიფინგს, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო რამ თქვა, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საამაყო რაც იყო, მართლაც როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის იყო სწორედ ის, რომ საქართველოს ეკონომიკას შეუძლია გაუძლოს ნებისმიერი ტიპის კრიზისი. ნებისმიერი ტიპის შოკს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კრიზისი არა. შოკს. რომ დიახ არ წარმოიქმნას კრიზისი.
როდესაც ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი გეუბნება და შენ მე მავნებლობ შენ ქვეყანას, ხო? ნუ ბუნებრივია აქ გარკვეული ტიპის აბსურდთან გვაქვს საქმე და კიდევ ერთხელ გარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა გვაქვს სარეიტინგო აგენტოების მონაცემები. სარეიტინგო აგენტოების მონაცემები ასევე და შეფასებები ასევე აჩვენებს საქართველოს საბანკო სისტემის სრულ მდგრადობას და საქართველოს ეროვნული ბანკის ძალიან სწორ პოლიტიკას უსვამს ხაზს. გასული წლის განმავლობაში თავს უნდა დაგვავიწყდეს ხელოვნური აჟიოტაჟების შექმნა. ეხლა აღარ გამოდის ეს ხელოვნური აჟიოტაჟები, არ გამოდის ხელოვნური აჟიოტაჟები რაღაცა კრიზისული სიტუაციის შექმნით, არ გამოდის ხელოვნური აჟიოტაჟი ლარის კურსთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური საკითხი იყო და ხშირად აქცენტირებდნენ ამ თემაზე ოპონენტები. აი აღარ ლარი გახდა გაცილებით უფრო მდგრადი და მოსახლეობის ფსიქოლოგია ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გახდა გაცილებით უფრო მდგრადი სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის შედეგად. გასულ წელს როგორც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართა ეროვნული ვალუტის კურსი ჯამში, შეიძლება ასე ითქვას ოქტომბერ-ნოემბერში, როდესაც იყო არნახული ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე, აი სწორედ რეზერვების სწორი პოლიტიკით, რეზერვების მართვის სწორი პოლიტიკით ეროვნულ ბანკმა პრინციპში მე ვიტყვი ხმამაღლა რომ ნამდვილად აგვაცილა ღრმა პანიკა, რომელიც შეიძლება წარმოქმნილიყო ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებაში აბსოლუტურად არაფრიდან. აბსოლუტურად არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი ამ ნაწილს არ მოასწავლებდა, რასაც საუბრობდნენ ადამიანები. და კონკრეტული ფაქტები, რომ არ თქვას ვინმემ რომ ვჭორაობ ან ჩემ დასკვნებს ვამბობ, 3.1, 3.5, ანუ 3.10 თეთრი ან 3.50 თეთრი იყო კონკრეტული გათვლა ერთ-ერთი კონკრეტული ორგანიზაციის, რომელიც იყო აი ხა დღეს Facebook-ში ვინც დაწერს Swift-ზე რომ გვემუქრება, აი ჩათვალეთ რომ მათი მხარდამჭერების ყველას ერთად კრეფსითად. ხო, იმიტომ რომ მათი ლოგიკა მაგას ვერცდება, აი მათი გათვლებით ეხა უნდა იყოს $1 ღირებულება 3.10 თეთრი, 3.50 თეთრი. უარეს ვარიანტი 3.50, უკეთეს ვარიანტი 3.10. ვიცით ხომ რამდენია $1 ღირებულება? 2.12, 2.13, რასაც ვხედავთ აი ბოლო კვირების განმავლობაში. სად არის მათი პანიკა? იყო რამე რეალური? არა, აი ასეთივე არარეალურია, აი ზუსტად ასეთივე არარეალურია. ეს Swift-ის მოგონილი თემა, რომელსაც არანაირი, აი მცირე საფუძველიც ხო შეიძლება რაღაც არანაირი მცირე საფუძველი არ აქვს. საერთოდ არანაირი მცირე საფუძველი არ აქვს. კიდევ ერთხელ პირიქით საქართველოს საბანკო სისტემა არის მდგრადი. ვიტყვი ასე პრინციპში როგორც არასოდეს, იმდენად მდგრადია და თუ რაიმეს გაუმჯობესება ხდება რეალურად ამ ნაწილში. სხვა კუთხით აქ რისკები არ გვაქვს. ბუნებრივია გვინდა მაქსიმუმი და მივდივართ მაქსიმუმისკენ, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. დავესესხები ისევ პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატება აღიზიანებთ ოპონენტებს. დიახ, აღიზიანებთ. დიახ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ შეიძლებოდა ახლა 9%-თან ახლოს ყოფილიყო ეკონომიკური ზრდა. ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ადგილობრივ ანალიტიკურმა ორგანიზაციამ Galten Tagartმა გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ანუ ყველა რომლებიც მართლაც რეალურ გათვლებს ემყარებიან, ამბობენ, რომ საქართველოს აქვს უფრო უკეთესი პერსპექტივა, ვიდრე ამას თuliდნენ გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებამდე. ხო, წარმოუდგენელია უკვე აქ რომ რამეზე ვილაპარაკოთ. ანუ ფაქტი სახეზეა მაღალი ეკონომიკური ზრდა. გამყარებული ლარი ფაქტი სახეზეა. რეზერვების გაუფაცურება, ხო, იგივე ორგანიზაცია ამბობდა, რომ $1.2 მილიონის რეზერვები უნდა დაეხარჯა საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ დრომდე. ხო, რეზერვებთან დაკავშირებით მიუბრუნდებით ამ ნაწილს, ხო? ანუ ეს ყველაფერი არ მოხდა. პირიქით არ მოხდა არა, პირიქით მოხდა. ანუ -3%-იანი ეკონომიკური ვარდნა უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ ასე. პირიქით მოხდა ყველაფერი, აბსოლუტურად პირიქით. ახლა, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ამას ამტკიცებდნენ, აი წარმოვიდგინოთ, ამას ამტკიცებდნენ ეს ადამიანები და მოხდა პირიქით. ახლა ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ შეიძლება Swift-დან გათიშონ საქართველო. ანუ რა მოხდება? იგივე. ტყუილი. მხოლოდ ორდღიანი საინფორმაციო დღენახევარი, ორდღიანი საინფორმაციო ველისთვის, ასე ვთქვათ, გამოსადეგი თუ გამოყენებადი მათი აზრით ინფორმაცია, რომელიც არის. ამასობაში კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ შევეხები კიდევ ერთ საპირისპირო ნაწილს,
სულ ცოტა ხნის წინ ასევე ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია და მინისტრმა ქალბატონმა მარიამ ქურიუშვილმაც აღნიშნა, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ისტორიულ მაქსიმუმზეა 2.3 მილიონი ვიზიტი გვაქვს დაფიქსირებული, რაც ისტორიული მაქსიმუმია ამ პერიოდის განმავლობაში. და ჩვენ აი ეს ადამიანები კიდევ ერთხელ, ვინც ახლა SWIFT-ზე რამეს დაწერს და იტყვის, აი ეს ადამიანები, ეს კონკრეტული ადამიანები, სახელ და გვარებით. ეს კონკრეტული ადამიანები ჩვენ გვეუბნეოდნენ, რომ საქართველოში ტურიზმი ჩამოიქცა, ტურიზმი ჩავარდა და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ ხედავთ ამ ისტორიულ მაქსიმუმს და რაც საინტერესოა, რეკორდულად არის 10%-ზე მეტით, რეკორდულად არის გაზრდილი, აი ევროპასთან იზოლაცია, საქართველოს იზოლაციაშია. 10% არის ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ტურისტების რაოდენობა გაზრდილი. აი ეს ადამიანები ჩვენ გვეუბნეოდნენ, რომ იზოლაციაში ვართ. გაზრდილია რის ხარჯზე? აი ქალბატონ მინისტრიც აღნიშნავს, ფრენები, პირდაპირ ფრენები და მარკეტინგული კამპანია. დიახ, სწორი პოლიტიკა, როდესაც მაგალითად ქალბატონ მინისტრი იყო მოადგილის რანგში სწორედ მიმართულების კურატორი. დიახ, აი ამ სწორი პოლიტიკის განხორციელების შედეგად გვაქვს ეს შედეგი. და სწორედ იმის გამო, რომ არ ხდებოდა ამ პანიკაზე აყოლა, რასაც გონი. მაღალმხარჯველიანი ტურისტები აღარ შემოდიან ქვეყანაში. აბა ევროკავშირიდან ტურისტები და დიდი ბრიტანეთიდან კიდევ ერთხელ გაზრდილი 10%-იანი მაჩვენებელი, როგორი მხარჯველი წარმოუდგენია ვინმეს. რა თქმა უნდა, მაღალმხარჯველი ტურისტი. მოკლედ, ტურიზმი ცალკე თემაა, ცალკე შორს წაგვიყვანს, ამაზე გვჭირდება ერთი გადაცემა, რომელსაც უახლოეს პერიოდში გავაგრძელებთ. მანამდე მიუბრუნდეთ ისევ საბანკო სექტორს, ვილაპარაკოთ ეროვნული ბანკის ირგვლივ თელ რიგ საინტერესო საკითხებზე, მათ შორის ჩემს მიერ ნახსენებ რეზერვების თემასთან დაკავშირებით, სების მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე, ჩვენი სტუმარი, თამთა მოგესალმებით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში რადიო სივრცეში მობრძანებისათვის და SWIFT-ზე არაფერს გეკითხებით, გადავალ პირდაპირ თქვენთან რა კითხვებიც მაქვს შეეხება სწორედ რეზერვების ნაწილს. ჩვენ ნახეთ რეზერვების განახლებული სტატისტიკა ორშაბათს გამოქვეყნდა, თუ სწორად მახსოვს ეს მაჩვენებელი. ქალბატონ პრეზიდენტთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად საუბრობდით ასევე ბიზნეს ინსაიდერში ამ თემაზე და ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ მთელი წლის განმავლობაში, აი ნაცვლად იმ რაღაც მილიარდ და მილიარდ 200 მილიონის ხარჯვისა, მთელი წლის განმავლობაში ამ თვეების და მიხედვით ეროვნულ ბანკს ჰქონდა დინამიკა შეძენა პირიქით რეზერვებთან დაკავშირებით და თან რაც საინტერესო საკითხია, კიდევ ერთი ნაწილი, რაც საინტერესო საკითხია, არის ის, რომ რეზერვების, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რეზერვების მართვის საკმაოდ ეფექტური სისტემა, კიდევ ერთხელ ეფექტური მართვის მაგალითი კიდევ ერთხელ მოგვცა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უგულისხმობ გასული წლის მაჩვენებელს. თუ შეიძლება რომ გითხრათ რეზერვების მიმდინარე ტენდენციები როგორიც გვაქვს. მადლობა გიორგი მოწვევისათვის პირველ რიგში, მივესალმები თქვენს მაყურებელს. რომ მიმოვიხილოთ ახლა რეზერვების სტატისტიკა, ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ ის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანი ეს არის სწორი და ეფექტიანი მართვა რეზერვების. იქედან გამომდინარე, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ეს არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის არის მიზანმიმართული იმაზე, რომ დავაგროვოთ სავალუტო რეზერვები და როცა საჭირო არის, დავხარჯოთ. შესაბამისად, ჩვენ წლის დასაწყისიდან გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ბაზარზე არსებული მდგომარეობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ რეზერვები შევისყიდოთ და გავზარდოთ და ვხედავთ იმას, რომ რეზერვები თვითონ თვემდე არის მზარდი. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ იმას, რომ საქართველოში მოქმედებს ცურავი გაცვლით კურსის რეჟიმი და ამ რეჟიმის პირობებში გაცვლით კურსს აყალიბებს მაკროეკონომიკური ფაქტორები და მაკროეკონომიკური მდგომარეობა. როდესაც ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები და მაკროეკონომიკური მდგომარეობა არის მდგრადი, ეს განსაზღვრავს კურსს. სწორედ ის ფაქტი, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მდგრადია, სავალუტო შემოდინებები საკმაოდ მზარდი არის, ტურიზმზე გქონდა საუბარი მონოლოგის დროს, ტურიზმიდან მიღებული ტურისტების შემოდინება არის გაზრდილი, ჩვენი მონაცემები და წინსწრები მონაცემები, რაც არის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იზრდება. ამავდროულად, რასაც ხედავთ, არის ის, რომ ფულადი გზავნილებით ამავდროულად არის მზარდი. აი ეს მდგომარეობა
მდგომარეობის სტატისტიკაც საინტერესოა თქვა. აი მაისის მდგომარეობით დაახლოებით 11.6%-ით იყო გაზრდილი და აქაც მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამაჩვენებელთან ერთად თუ როგორი არის დივერსიფიკაცია. როგორც ტურიზმის მიმართულებით, ასევე ფულადი გზავნილების მიმართულებითაც დივერსიფიკაცია არის გასწრილი, რაც გულისხმობს იმას, რომ აი ეს შემოდინება, სავალუტო შემოდინება არა კონცენტრირებულად ერთი ან ორი ქვეყნიდან ხდება, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის. აი მაგალითად ფულადი გზავნილებში ასევე მნიშვნელოვანი არის ის სტატისტიკაც, რომ ყველაზე დიდი კონტრიბუცია და ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულად გზავნილებს. ამავდროულად, რაც არის მნიშვნელოვანი ტურიზმთან და ფულად გზავნილებთან ერთად, არის ის, რომ ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც იზრდება. წინსწრები მონაცემები, საქსტატის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აპრილში საკმაოდ მაღალი იყო ზრდა, 51% იყო, მაისშიც გაგრძელდა ეს ზრდა და მნიშვნელოვანი არის აქაც ის, რომ ეს ძირითადად მომდინარეობდა ადგილობრივად წარმოებული საექსპორტო საქონლისგან მიღებული შემოსავლები არის გაზრდილი. შესაბამისად, როდესაც ესეთი ტიპის სავალუტო შემოდინებები გვაქვს, ეს გასვლით კურსზე პოზიტიურ გავლენას ახდენს და აქედან გამომდინარე სავალუტო ბაზარზე არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ დავაგროვოთ რეზერვები. კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, რადგან კვარტალური მონაცემები გვაქვს ამ მიმართულებით, არა მხოლოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, არამედ ესე სხვა სერვისის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც მზარდი არის. ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ იმასაც, რომ ხედავთ ეკონომიკაში სტრუქტურულ ცვლილებებს. სტრუქტურულ ცვლილებებში მოიაზრება ის, რომ გარკვეულწილად დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალპროდუქტიულ სექტორებში ხდება გადართვა და შესაბამისად ამ მაღალპროდუქტიული სექტორიდან მიღებული დამატებული ღირებულება არის გაცილებით უფრო დიდი. ეს ჩანს აი ამ სტატისტიკაშიც. მაგალითად, აი პირველი კვარტლის მდგომარეობით IT სექტორის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი პროცენტულად კლიანში და პროდუქტთან იყო დაახლოებით 3.4. ეს ტენდენცია, რომ როგორც პროცენტულად მთლიანში და პროდუქტთან მზარდი იყო ბოლო წლების განმავლობაში და ეს ტენდენცია, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს, გრძელდება. მაგალითად, წინა წლის განმავლობაში დაახლოებით საშუალოდ 2%-თან ახლოს იყო, პირველ კვარტალში 3.4%-მდე გაიზარდა. ასევე ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი მოცულობა გახდა და პროცენტულად მთლიანში და პროდუქტთან ეს არის 5%. ანუ მთლიანად რომ შევაჯამოთ სურათი, ძირითადი შემოდინებები სხვადასხვა მიმართულებით. იქნება ეს ტურიზმი, იქნება სერვისების, სხვა სექტორების სერვისების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, ფულადი გზავნილები, საქონლის ექსპორტი. ეს ყველაფერი პოზიტიურად განვითარდა. ის რასაც ჩვენ ვეძახით ხოლმე, აი როცა ხსნით ხოლმე თქო ლარის კურსთან დაკავშირებულ მოლოდინებს, პირობითად, რასაც ფუნდამენტურ ფაქტორებს ვეძახით, ეს არის ფუნდამენტური ფაქტორი. ეს არის ფუნდამენტური ფაქტორები, რაც საბოლოო ჯამში აყალიბებს გაცვლით კურსს. და აი ეს ტენდენცია, რასაც აი მონოლოგის დროსაც აღნიშნავდი, გაცვლით კურსის ტენდენცია, რასაც ვხედავთ, არის აი ამაზე დამოკიდებული და შესაბამისად ჩვენ ამის პარალელურად ვავსებთ რეზერვებს ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით 613.5 მილიონი შეადგინა შესყიდვებმა ეს მაისის ჩათვლით და მაისის მდგომარეობით ივნისის შესახებ ინფორმაციას გარკვეული დროის შემდეგ ვდგებთ და აი ამ ტენდენციებიდან გამომდინარე გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ რეზერვები შევავსოთ და რეზერვები გაიზარდოს. შეგვიძლია ვთქვათ რომ მინიმუმ 613 მილიონი ახლა ამ დროს ნაყიდია, 6 თვის შემდგომ მაინც ნაყიდია ვთქვათ. 5 თვის მონაცემებით ნაყიდია. ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ რეზერვების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის აქტივებიც რაც გვაქვს, ის აქტივებიც ეფექტიანად ვმართოთ. და ამის დასტური არის ის, რომ ეროვნულმა ბანკმა გააკეთა აქტივების დივერსიფიკაცია და ოქრო შემოიტანა აქტივად. დიდი მithkomotko მოყვა ამას, რომ რატომ კიდულობდა ეროვნული ბანკი ოქროს, ამ თითქოს ჩვენმა ეროვნულმა ბანკმა თითქოს თქვენ მოიგონეთ ოქროს შესყიდვის. ოქრო საკმაოდ პოპულარული აქტივი გახდა ბოლო პერიოდის განმავლობაშიც და მას შემდეგ რაც ჩვენ შევიძინეთ ოქრო, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა და შესაბამისად მასე რადგან მოთხოვნა მზარდი იყო, ფასი გაიზარდა და აი ამ ფასის ზრდიდან მიღებული შემოსავალი ოქროს შესყიდვის მომენტიდან დღემდე არის დაახლოებით 255 მილიონი აშშ დოლარი. ანუ ეს კიდე დაემატა მთლიან საერთაშორისო რეზერვს. ამიტომ ორი მიმართულება, ერთი რომ ანუ
სწორი ინტერვენციები და სწორი პოლიტიკა და მეორე ასევე აი ამ სარეზერვო აქტივების ეფექტიანი მართვა. და ჩვენ ორივე მიმართულებით ყოველთვის ვადასტურებთ იმას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის სწორი, რაც შემდეგ აისახება ეკონომიკურ მდგრადობაში და სწორედ იმ ტენდენციებში, რასაც ვხედავთ ბაზარზე. კი ბატონო. მადლობა ძალიან ამომწურავი პასუხისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ ასევე ამ კვირაში თვის მიმოხილვა, რომელიც თქვენ გამოაქვეყნეთ. მათ შორის ეკონომიკურ ზრდის ნაწილზე ბუნებრივია ეკონომიკური ზრდაც იქნა მიმოხილული და ინფლაცია. ეს არის ყოველთვის საკითხი, რომელიც ყოველთვის გვაინტერესებს რა ვითარება ამასთან დაკავშირებით. ნუ გასულწევს გქონდა ჩვენ ვითარება, როდესაც გქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, ძალიან დაბალი ინფლაცია. თუმცა ახლაც მიზნობრივთან ახლოს ვსტრიალებთ. აი როგორია თქვენი შეფასება თვის მიმოხილვაში, რა იყო ძირითადი, ასე ვთქვათ, აქცენტები, რაზეც ყურადღებაა გასამახვილებელი? ინფლაცია 4%-ია, რომელიც ჩვენ სამიზნე მაჩვენებელთან 3%-თან ახლოს არის. შესაბამისად, ანუ იმ ფასების სტაბილურობა ქვეყანაში ნარჩუნდება და ამაზეც ხას გაუსმევ, რომ ეს სწორი და მართებული მონეტარული პოლიტიკის შედეგი არის. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია შემცირდა და საკმაოდ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება მას შემდეგ. აქ ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს თან მოხდა იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ინფლაცია მსოფლიოში წარმოადგენდა ყველაზე ესეთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ გამოწვევას. ანუ რიგი ქვეყნებისთვის, მათ შორის განვითარებული ქვეყნებისთვისაც მაღალი ინფლაციის შემცირება იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენთან დაბალი ინფლაცია ნარჩუნდებოდა და დღემდე ნარჩუნდება დაბალი ინფლაცია და მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორები, რომ ეს ყველაფერი მოდიოდა ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობიდან და ადგილობრივი ეკონომიკური ფაქტორებიდან. როგორც მოგახსენეთ, 4% სამიზნე მაჩვენებელთან 3%-თან ახლოს არის და ეს თანხმედრაში არის ასევე ეროვნული ბანკის პროგნოზებთანაც. ჩვენ, როდესაც წინა პროგნოზი გამოვაქვეყნეთ, ვამბობდით იმას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საბაზო ეფექტის გამო ინფლაცია დროებით ცოტათი გადააჭარბებს სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ისევ 3%-ს დაუბრუნდება. ხოლო საშუალოდ მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი დაახლოებით 3.8% არის. ძირითადად ანუ ეს ინფლაციის შედარებით, ან წინა წელთან შედარებით ზრდა მომდინარეობს სურსათის ინფლაციიდან, რაც დიდწილად არის დამოკიდებული საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობაზე. მაგალითად, არსებობს სურსათის გარკვეული ნედლეული, რასაც საერთაშორისო ბაზრებიდან მარაგდება მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო. როგორც არის მაგალითად ჩაქარი, მზესუმზირისეთი ხორბალი და ასე შემდეგ. FAO-ს ინდექსის მიხედვით, რომელიც ასახავს საშუალო შეწონილ ესეთი სურსათის ნედლეულის ფასებს, ხედავთ, რომ 2025 წლის განმავლობაში ეს ინდექსი არის მზარდი. ფასები საერთაშორისო ბაზარზე სასურსათო ნედლეულის არის მზარდი. და რა თქმა უნდა, ეს როგორც საქართველოს, ასევე მის მიერ ქვეყანას, რომელიც მარაგდება საერთაშორისო ბაზრიდან, გადმოეცემა ეს ტენდენცია და მნიშვნელოვანი არის ის, რომ წინა წლებში აი ესეთი ტიპის პროდუქტები, გარკვეული ტიპის პროდუქტები საერთაშორისო ბაზარზე ძირითადად იყო დეფლაციური და თავისთავად ამას ემატება საბაზო ეფექტის გავლენა. აქედან გამომდინარე აღნიშნავ იმას, რომ 4%-იც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არის. ეს თან იქნება დროებითი ხასიათის, იქედან გამომდინარე, რომ საბაზო ეფექტიდან გამომდინარე, დროებით გადააჭარბებს 3%-იან მაჩვენებელს, თუმცა შემდეგ ისევ დაუბრუნდება 3%-ს და მიმდინარე წელს, როგორც აღნიშნე, 3.8% იქნება. ასევე ეკონომიკურ მდგომარეობასაც რაც შეეხება, ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და აქაც მნიშვნელოვანია თუ რა არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ ეკონომიკური ზრდის. მთავარი მამოძრავებელი ძალა, როგორც აღნიშნე, ერთი იყო ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები. დაბალპროდუქტიული სექტორებიდან გადართვა მოხდა მაღალპროდუქტიულ სექტორებში. შესაბამისად, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალი ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა და აქედან გამომდინარე ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა ამ წლების განმავლობაში არ წარმოქმნიდა ფასებზე დამატებით ზეწოლას და იქედან გამომდინარე, რადგანაც პროდუქტიულობიდან გამომდინარე ხდებოდა ეკონომიკური ზრდა, გქონდა ესეთი კომბინაცია დაბალი ინფლაციისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის. დღეს მდგომარეობით მაღალი ეკონომიკური ზრდა კვლავ ნარჩუნდება, ფასების სტაბილურობაც კვლავ ნარჩუნდება, იქედან გამომდინარე, რომ სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს არის.
თავად მხოლოდ ეროვნული ბანკის პროგნოზების გარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ან ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზებსაც რომ გადავავლოთ თვალი, ხედავთ იმას, რომ მათი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ უფრო მაღალია ვიდრე ჩვენი პროგნოზი. ჩვენი პროგნოზით 6.7 არის და ყოველთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით რაღაც კონსერვატიული პროგნოზები გვაქვს. ჩვენ უფრო და საერთაშორისო ორგანიზაციებს 7.2 და ინფლაციის კუთხითაც ინფლაციის პროგნოზის მიხედვითაც საკრედიტო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შედარებით დაბალი ინფლაციის პროგნოზი. კიდევ უფრო ოპტიმისტური ვიდრე თქვენ ამ შემთხვევაში. იგი მესმის თუმცა თქვენი ნაწილი აქ აბსოლუტურად ისეთია. სწორი მიდგომა როგორიც უნდა გქონდეთ. აუცილებლად მინდა გითხოთ ახლა ჩვენ ლარის კურსთან დაკავშირებით პრინციპში ვისაუბრეთ მათ შორის გამყარების ტენდენციებზე, მაგრამ ლარის კურსთან ერთად აუცილებლად გვაინტერესებს ლარიზაციის ტენდენცია როგორია, ვთქვათ ამ შემთხვევაში. გასაგებია, როდესაც ლარზე შეტევა ხდება და ლარი არის ხოლმე, ვთქვათ, ზეწოლის ქვეშ, შეიძლება ასე ვთქვას, თუნდაც ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე კი არა, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ფუჭი მოლოდინების შექმნიდან გამომდინარე, რაღაცა მოსახლეობა თითქოს ცოტა დაბნეულია ამ დროს რა ქნას. მაგრამ მიუხედავად ამისა, რა ტენდენცია გვაქვს ახლა, ვთქვათ, ლარიზაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. აქვე ინფლაციურ მოლოდინებზეც რომ ვისაუბროთ, თქვა ამ ნაწილში, გავაერთიანოთ. მოლოდინებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციური მოლოდინები ლარის მიმართ ნდობა არის მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ დეპოზიტების ლარიზაციის. ანუ აქ საკმაოდ ესეთი პოზიტიური ტენდენციები გვაქვს ბოლო თვეების განმავლობაში. ზოგადად ანუ რომ შევაჯამოთ დაახლოებით 15 წლის წინ თუ საბანკო სექტორის დეპოზიტების 70-80% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, მას შემდეგ ეს ტენდენცია შემცირდა და ტენდენცია გრძელდება შემცირების. თუმცა როგორც აღნიშნე, ზოგჯერ ხდება გარკვეული ესეთი აჟიოტაჟური მოლოდინები. აჟიოტაჟურ მოლოდინებმა შესაძლებელი არის გამოიწვიოს ის, რომ აი გასული წლის ბოლოს დეპოზიტების დოლარიზაცია გაიზარდა. თუმცა იქედან გამომდინარე, ისევ და ისევ რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგანაც ეკონომიკური მდგომარეობა არის ძლიერი, ფასების სტაბილურობა ნარჩუნდება. ისევ დაიწყეს დეპოზიტების ლარიზაცია და მაგალითად მაისში წინა თვესთან შედარებით 1.2% პუნქტით შემცირდა დეპოზიტების დოლარიზაცია. ანუ ეხლა უფრო მეტად ლარის დეპოზიტი იქნება, ვიდრე უცხოური ვალუტის დეპოზიტი. პიკის დროს დოლარიზაციის მაჩვენებელი, აი აჟიოტაჟის შედეგად, უარყოფითი მოლოდინების შედეგად ავიდა 53%-ზე და ეხლა ისევ ჩამოვიდა დაახლოებით 50.8% იყო მაისის მდგომარეობით. და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ტენდენცია გრძელდება. ეს ასევე არის იმის მაჩვენებელი, რომ მოსახლეობის მხრიდან ლარის მიმართ ნდობა, საბანკო სექტორის მიმართ ნდობა არის საკმაოდ ძლიერი, იქედან გამომდინარე, როგორც აღნიშნე, აი ამ 10-15 წლის განმავლობაში დეპოზიტების ლარიზაციას აქვს შემცირების ტენდენცია. ინფლაციურ მოლოდინებსაც რომ შევეყოთ, ჩვენ გვაქვს ინფლაციური მოლოდინების სხვადასხვა ტიპის საზომი. ერთ-ერთი არის ის, რომ უშუალოდ გამოკითხვას ვაწარმოებთ და ამ გამოკითხვის შედეგებს ვაანალიზებთ. ანუ ბოლო გამოკითხვის შედეგები ინფლაციური მოლოდინების რაც ჰქონდა იყო ის, რომ ინფლაციური მოლოდინები არის შემცირებული და ტენდენციასაც რომ შევხედოთ, იმ ინფლაციის ტენდენციას ემთხვევა ინფლაციური მოლოდინების ტენდენციას. რომ მოგახსენეთ, რომ 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე ნარჩუნდებოდა და ანალოგიურად იყო ინფლაციური მოლოდინების ტენდენციაც. კი ბატონო, აი სხვა შორის ეროვნული ბანკის განცხადება სვიფტზე აღნიშნე და განცხადება რა ბიზნეს ინსაიდერმა მიმართა კითხვით ჩვენი საუბრის პარალელურად საქართველოს ეროვნულ ბანკს სვიფტთან დაკავშირებით სწორედ და საქართველოს ეროვნული ბანკში განგვიცხადეს, რომ სვიფტიდან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის არანაირი საფუძველი არ არსებობს და მთელი რიგი განმარტება აქვს, ასე ვთქვათ. ამ ნაწილს მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტეს, რომ საქართველოს საბანკო საფინანსო სექტორის საანქციების რეჟიმებთან სრულ შესაბამისობას დადებითად აფასებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ანუ ჩვენ განუხრელად ვიცავთ მარტივად რო ვთქვათ საერთაშორისო საანქციების წესებს საფინანსო სექტორი ამ შემთხვევაში და ამას აღიარებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. შესაბამისად არანაირი საფუძველი რომ საქართველოს საფინანსო სექტორში რაიმე ისეთი ხდება, რომელიც შეიძლება საერთაშორისო საფუძველი იყოს, არა პირიქით, მხოლოდ დადებითად არის ეს ტენდენცია. შეფასებული და მნიშვნელოვანია მართლაც რომ ეროვნული ბანკის განცხადებაც გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის კომენტარიც გვაქვს, რომ ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. კიდევ ერთხელ, აი ბიზნეს ინსაიდერის კითხვაზე, აი ამ წუთების
მოწოდებული ინფორმაცია ამ ნაწილში და ცხადია კიდევ ერთხელ დასტური, რასაც აი მონოლოგის დროს არ მქონდა ჯერ კიდევ ეს პასუხი ამ ნაწილზე, თუმცა გზაში დაგვეწია ასე ვთქვათ ეს ნაწილი. გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, სწორედ აი რა ტენდენციას თქვენ ახსენეთ, ლოგიკურად მივდივართ გარკვეულწილად კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც გარკვეულ მოლოდინებს ბადებს ხოლმე, ეს არის რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, გარკვეულ პერიოდის განმავლობაში გასულ წელს საკმაოდ აქტიური შერბილების ტენდენცია ვნახეთ, ფრთხილი, მაგრამ მაინც შერბილების ტენდენცია იყო რამოდენიმე გაბედული ნაბიჯის ეროვნული ბანკის მხრიდან, თუმცა ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ძირითად შემთხვევაში შენარჩუნებაზე კეთდება. აქცენტი მე მესმის, რომ ხაწინასწარ ყველაფერს გათვლა ძნელია, მაგრამ აი დღე-დღეზე თუ არა უახლოეს დღეებში ველოდებით კომიტეტის გადაწყვეტილებას. რა იქნება ძირითადი მიზეზი, ასე ვთქვათ, ფაქტორები, რასაც კომიტეტი დაეყრდნობა. კიდევ ერთხელ ხადი არ გთხოვთ გითხრათ ზუსტად რა მოხდება, მაგრამ რა ფაქტორებით იხემძღვანელებთ, რომ ჩვენ ვიფიქროთ ჩვენთვის რა შეიძლება მოხდეს. კომიტეტი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი არის, რომ გავაანალიზოთ რა ეკონომიკურ მდგომარეობაში ვართ დღეს და ასევე ვუყურებთ მომავალს, რა რისკები შეიძლება წარმოიქმნას და ამ რისკების რეალიზების შემთხვევაში როგორ განვითარდება მოვლენები. ანუ ჩვენთვის მთავარი ორიენტირი არის, რომ დავეყრდნოთ პროგნოზებს და თავისთავად მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობაც არის საფუძველი ამ პროგნოზების. როგორც ახსენე, ანუ თავიდან 11%-დან როდესაც დავიწყეთ შერბილება საკმაოდ მაღალი იყო, იმ პოსტ-კოვიდ პერიოდში და კოვიდის პერიოდში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შემცირების ტემპი იყო სწრაფი, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, 8%-ზე გავჩერდით, ასე რომ ვთქვათ. და რა არის ამის მიზეზი? მოდი ჯერ ავხსნათ რა იყო ამის მიზეზი. ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის აღნიშნავთ იმას, რომ ჩვენი გრძელვადიანი ორიენტირი არის 7% და შესაბამისად ეტაპობრივად მას შემდეგ რაც ეს ყველა რისკი მიილევა და გამოიწურება ეს რისკები ჩვენი საბოლოო წერტილი იქნება 7% რეფინანსირების განაკვეთის შემცირების. რაც უფრო დაშორებული ხარ აი ამ 7%-ს თავისთავად აი როდესაც კარგი ეკონომიკური მდგომარეობა და პროგნოზებიც საიმედო არის, შესაბამისად ამ შემცირების ტემპიც უფრო მაღალია. ეხლა რადგანაც 8% არის და 7%-მდე ცოტა დარჩა, შესაბამისად ტემპი რა თქმა უნდა ბუნებრივად უფრო ერთი ეს ფაქტორი არის. თუმცა მეორე რაც მინდა გავუსვა ხაზი არის ის, რომ გლობალურად არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საკმაოდ დიდ ყურადღებას ვუთმობთ რისკების ანალიზს. იქედან გამომდინარე, რომ ეხლა დამეთანხმები, რომ აი პოსტ-კოვიდამდე 20-20 წლამდე გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა რომ შევაფასოთ, საერთოდ სხვა მოცემულობა იყო. 20-20 წლის შემდგომ საკმაოდ ისეთი ტიპის ეკონომიკური შოკები ხდება, რაც საკმაოდ გაურკვეველ მდგომარეობას ხდის და ეს გაურკვევლობის ხარისხიც და მაგნიტუდაც ბოლო წლების განმავლობაში არის გაზრდილი, რაც მომდინარეობს თუნდაც გეოპოლიტიკური დაძაბულობიდან. ანუ გეოპოლიტიკური დაძაბულობა როდის დაიძაბება, შემდეგ ამას რა გადაცემა ექნება საერთაშორისო ეკონომიკურ დამოკიდებული და საერთაშორისო ფაქტორები გახდა საკმაოდ გაურკვეველი. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავედით აი ესეთი რისკებზე დაფუძნებულ მიდგომაზე. რაშიც მოვიაზრებთ იმას, რომ აი გადაცემის დაწყებისას ვახსენეთ, რომ თუ რა იყო ეროვნული ბანკის პროგნოზები, ასევე საერთაშორისო ინსტიტუციების პროგნოზები, ერთი არის რომ რა არის ჩვენი პროგნოზი, მაგრამ ამასთანავე ვითვალისწინებთ, რომ როგორი არის ის რისკები და რამდენად მწვავი არის ის რისკები, რამაც შეიძლება ამ პროგნოზიდან გადახრა გამოიწვიოს. და ამის საფუძველზე ვიღებთ ისეთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეკონომიკური მდგომარეობა და ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს. საინტერესო არის ის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გავზარდეთ ტრანსპარენტურობა და 20-20 და აი მიმდინარე წლის დასაწყისიდან დავიწყეთ აი ამ რისკების ანალიზის გამოქვეყნებას და საკმაოდ ესეთი დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს ანგარიშებში და მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკვე სხვა ცენტრალური ბანკებიც აი პროგნოზირების ნაწილი მინდა მეთქვა, იმიტომ რომ კაპიტალ ათასთანაც ჰქონდა ეს ნაწილი და ვიცი რომ თქვენ მოდელს ხვებიც იყენებენ, ხო? რასაც ფაქტიურად ერთ-ერთი ლიდერები გამოვედით მსოფლიო მასშტაბით, რა თქმა უნდა ამაზე დიდი ხნის ნაფიქრი ჰქონდა ეროვნულ ბანკსაც, ასევე სხვა ცენტრალურ ბანკებსაც, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა, რისკების ანალიზი, მისი შეფასება და ამის
გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას არის მნიშვნელოვანი. ამაზე მეტნაკლებად კონსენსუსი არსებობს საერთაშორისო დონეზე და ყველა ეკონომიკური კონფერენცია თუ ეკონომიკური ფორუმი მსოფლიო მასშტაბით, სადაც მონაწილეობას იღებენ წამყვანი ეკონომისტები, წამყვანი ცენტრალური ბანკები, საკმაოდ დიდად კონცენტრირებულად საუბრობენ ამ თემებზე. და აქვე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხშირად გარკვეული ცენტრალური ბანკების კრიტიკაც, როდესაც ეკონომისტები, წამყვანი ეკონომისტები აკრიტიკებენ ცენტრალურ ბანკებს, მოდის იმაზე, რომ რისკებს სათანადო ყურადღებას არ აქცევდით. და ამ მიმართულებით მინდა ვთქვა ამაყად, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის ითვალისწინებდა რისკების ანალიზიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებას და თუნდაც რაც ვახსენეთ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე, გარკვეულწილად წარმოიშვა ფასებზე ზეწოლა და აქედან რა თქმა უნდა გადმოცემა არის ჩვენზე, ჩვენ ამ რისკზე წინა წლის პრეს რელიზებსაც რომ გადავხედოთ, ყოველთვის აღნიშნავდით, გაურკვევლობა მაღალია, რისკები მწვავი არის, შესაძლებელია საერთაშორისო ბაზრებიდან წარმოიქმნას ზეწოლა და ამიტომაც ვირჩევთ ფრთხილ პოლიტიკას და ვინარჩუნებთ 8%-ს. ფაქტიურად ეს რისკი გარკვეულწილად რეალიზდა, თუმცა ამ რისკის რეალიზების მიუხედავად ფასების სტაბილურობა შენარჩუნებულია და ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ნარჩუნდება. ეს არის შედეგი ამ მიდგომის ეროვნული ბანკის ქმედებების და რომ დაუბრუნდე კითხვას, რომ რას ვიღებთ გადაწყვეტილებაში, რა თქმა უნდა, ვაფასებთ მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა ასევე ვითვალისწინებთ თუ რა რისკებია და რამდენად მწვავეა ეს რისკები. კი ბატონო, სხვა შორის თქვენ აღნიშნეთ რელიზები, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების ახსნები გაქვთ ხოლმე საკმაოდ ყოვლის მომცველი, საიდანაც სრული სურათია, რას უყურებს ეროვნული ბანკი შემდგომ, რა ფაქტორებს მიაქცია ყურადღება ეროვნულ ბანკმა და რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ხოლმე ესეთ კვალიფიციურ ნაწილს, რომ საიმედო ხელში ვართ მოსახლეობა, დაცული ვართ ინფლაციისგან, რაც ერთ-ერთი მთავარი მანდატია ბუნებრივია ეროვნული ბანკის და თქვენ აღნიშნეთ კიდეც, რომ მათ შორის საერთაშორისო საფინანსო საერთაშორისო სააგენტოები ასევე ინფლაციურ ნაწილში საქართველოში მიზნობრივთან ახლოს აღნიშნავენ ცალკეულ შემთხვევაში ოდნავ ქვემოთაც, ოდნავ ზემოთაც, მაგრამ ჯამში კიდევ ერთხელ ამ ქვეყანაში ამ დამოცემულ პერიოდში კიდევ ერთხელ საერთაშორისო ფაქტორები მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა დამვითარებაში სხვა თამბაქორებში, როგორც ეკონომისტები ამბობენ ხოლმე, ინფლაციური რისკები მოლოდინები არ არსებობს. კიდევ ერთხელ არის სადმე გამყარებული ნდობას ადასტურებს თქვენაც. აღნიშნეთ ის, რომ თუნდაც ლაიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია. გვაქვს ეს ნაწილი. ძალიან საინტერესოა თქვენთან ყოველთვის საუბარი სხვა დეპარტამენტებს ეწყინებათ, ხო, რო თქვა რომ მაკროეკონომიკის მიმართულებაზე ყველაზე უფრო, მე თვითონ მაკროეკონომისტ, როგორც მაინც კონცენტრირებული მაკროეკონომიკაზე, ჩემთვის მაინც ყველაზე უფრო მეტად საინტერესო ნაწილია მაკროეკონომიკური მიმართულების მიმოხილვა. ძალიან დიდი მადლობა კაპიტონ თამთა სტუმრობისთვის. პრინციპში ყველაზე ერთად საკითხს შევეხეთ, კიდევ ერთხელ შემოვნებით გავაგრძელებდი პროფესიულ საუბარს თქვენთან, მაგრამ მეტი დროც არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აი სულ რამოდენიმე წუთის წინ ბიზნეს ინსაიდერის კითხვაზე სწორედ SWIFT-თან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა გასცა საკმაოდ ამომწურავი პასუხი, რომელიც გავრცელდა ასე უკვე მედია საშუალებებშიც, რომ არანაირი რისკი SWIFT-დან გათიშვის არ არსებობს. საქართველოს არის საერთაშორისო სანქციების ერთგული, საქართველოს საბანკო სისტემა იყო ერთ-ერთი პირველი და არის დღემდე, რომელიც ამ კუთხით მათ შორის სანქციებთან მიმართებაში საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მაღალ შეფასებებს არ არსებობს ფაქტიურად შენიშვნა ამასთან დაკავშირებით. პირიქით, ასე რომ კიდევ ერთხელ ნულოვანი პანიკის საფუძველია რეალურად SWIFT-თან დაკავშირებული მორიგი, რა ვიცი, აბსურდული საუბრები. ბიზნეს ინსაიდერი დღეს დასრულებულია, ჩვენ შევხვდებით ტრადიციულად 4 შაბათს, ანუ შემდეგ 4 შაბათს, მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენთ.